კომისია შეიქმნა ნოემბრის ბოლოს, იმუშავა დაახლოებით 3 კვირა, ცოტა მეტი. წევრები იყვნენ სამინისტროს თანამშრომლები. მათ იმუშავეს საჩივრების შესახებ, რომელიც შემოსული იყო მოზარდ-მაყურებელი თეატრის მმართველის საქმიანობასთან დაკავშირებით. კომისიამ წარმოადგინა დასკვნა, რომლის მიხედვითაც დარღვეულია მთელი რიგი კანონების. თუ დასკვნას დავეყრდნობით, არის საბიუჯეტო კანონი დარღვეული, არის საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ კანონი დარღვეული, არსებობს ადმინისტრაციული და ფინანსური დარღვევები. მოგეხსენებათ, კულტურის სამინისტროს სასამართლო არ არის, რომ მან განაჩენი გამოიტანოს ან სასჯელი დააკისროს. ჩვენ ეს ინფორმაცია გადავუგზავნეთ ფინანსთა სამინისტროს, რომელიც ჩაატარებს შესაბამის ღონისძიებებს, მოკვლევას. ჩვენ როგორც სახელმწიფო კონტროლის განხორციელებელი უწყება ვალდებული ვიყავით, რომ რეაგირება გავეკეთებინა აღნიშნულ დასკვნაზე. გავათავისუფლეთ ბატონი მიშა, დავნიშნეთ ახალი მმართველი, ბატონი დიმიტრი ღვთისმსიაშვილი. არსებობს აზრთა სხვადასხვაობა თვითონ როგორც არსებულ კოლექტივში, ასევე დათხოვნილ ყოფილ თანამშრომლებში, რომელიც ბატონი მიშას მიერ არიან დათხოვნილები. თუ რამდენად კარგად მიდიოდა შემოქმედებითი საქმიანობა ბოლო 6 წლის განმავლობაში. თუმცა მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ორმხრივ ხელმძღვანელობას უწევთ ჩვენ სისტემაში შემავალ ორგანიზაციებს, როგორც შემოქმედებითი კუთხით და ვცდილობთ ახალ ხელისუფლებას გულისხმობ. შევეცდებით, რომ მინიმალური იყოს ამ კუთხით ჩარევა. ასევე მეორე მხრივ სამართლებრივი თვალსაზრისით და აქ უკვე ჩარევა იქნება მაქსიმალური. შესაბამისად, ჩვენ ასევე ფინანსთა სამინისტროსთან ვითანამშრომლებთ იმ კუთხით, რომ თუ არსებობს სამართლებრივი აუცილებლობა, რომ ეს საკითხი პროკურატურამ შეისწავლოს, ვფიქრობ, რომ არსებობს. ამ კუთხითაც მსვლელობა მივცეთ ამ საქმეს. საჩივრების მთელი დასტა იყო ძირითადად დათხოვნილი თანამშრომლების მიერ დაწერილი. მე ვთხოვე ბატონ მიშას მობრძანება, ჩვენ გავისაუბრეთ. მე ბუნებრივია კონკრეტული სახელების და გვარების დასახელების გარეშე უთხარი, რომ ეს საჩივრები არსებობს და შესაბამისად არსებობს პრობლემა, რომელიც უნდა გადავწყვიტოთ. თუ ვკითხე მისი აზრი ამ საჩივრებთან დაკავშირებით. მან თქვა, რომ ეს არის ცილის წამება, რომ ის სამდე მართალი კაცია. შემდეგ მოგმართა მოზარდ-მაყურებელმა თეატრმა. თვითონ ბატონი მიშას ხელმოწერით ბუნებრივია, რომ შექმნილიყო კომისია, შეესწავლა ვითარება, რაც გავაკეთეთ, რის შედეგადაც პირდაპირ აუცილებლობა დადგა სამინისტროსთვის, რომ ეს პიროვნება გაგვეთავისუფლებინა.